მიეცით წამალი ბავშვებს დიუშენის პაციენტებისთვის საზოგადოება ქუჩაში დღეს კიდევ ერთხელ გაერთიანდა და რუსთაველის მეტროდან კანცელარიამდე მსვლელობა მოაწყო. გრძელდება უწყვეტი ლაივ მარათონიც. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საჭიროებებისთვის უკვე 1,650,000 ლარი შეგროვდა. ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ. შესაბამის დადგენილებას ხელი კობახიძემ მოაწერა. დღესდღეობით ერთიან ბაზაში სოციალურად დაუცველი 180,000-ზე მეტი ოჯახია რეგისტრირებული. მაკრონმა ლუკაშენკოს მოუწოდა არ ჩაერიოს მოსკოვის ომში უკრაინის წინააღმდეგ. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. მაკრონსა და ლუკაშენკოს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა. ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი იყო, თუმცა მათ ოფიციალურ ინფორმაციაში მაკრონის გაფრთხილებაზე არაფერი წერია. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ ლიდერებმა რეგიონულ საკითხებზე ისაუბრეს. ამერიკა და ისრაელი თანხმდებიან, რომ ირანთან ნებისმიერმა შეთანხმებამ ბირთვული საფრთხე უნდა აღმოფხვრას. პრემიერ ნეთანიაჰუს განმარტებით ეს ნიშნავს ირანის ბირთვული გამდიდრების ობიექტების დემონტაჟს. ნეთანიაჰუმ და ტრამპმა ამ თემაზე ტელეფონით ისაუბრეს. ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი, აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.